მადლობელი ვარ პრეზიდენტი ტრამპის მზადყოფნისთვის დაიცვას ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს ომი მხოლოდ რუსეთის გამო გრძელდება, პუტინის სურვილის გამო. რუსეთი ცდილობს ომი ახალ ნორმად წარმოაჩინოს. Затягувати мир можливий лише завдяки силі. მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი. ეს საკითხი პრეზიდენტ ტრამპთან, ასევე კონგრესის წევრებთანაც განვიხილეთ. მუშაობთ ჩვენი დელეგაციების დონეზე, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციების, იმ ძალებისა და საშუალებების უზრუნველსაყოფად, რომლებიც გვჭირდება მოსახლეობისა და ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. კერძოდ ამერიკული იარაღი, რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები, რომელთა შესახებაც კანონპროექტი კონგრესში უკვე მომზადებული აქვთ. ასევე ევროპული დაფინანსება და მხარდაჭერა ჩვენი ერთობლივი თავდაცვის უზრუნველსაყოფად. Європейське фін. Я вдячний нашій. მადლობელი ვარ როგორც ჩვენი გუნდის, ისე შეერთებული შტატების, გერმანიისა და ნორვეგიის, უკრაინისთვის პეტრიოტების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ ასევე მუშაობთ შეერთებულ შტატებთან თავდაცვის საკითხზე მნიშვნელოვან შეთანხმებებზე. დეტალებზე სასაუბროთ ჯერ სათანადოდ რო არაა, მაგრამ ერთად ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია. Ще